მოგესალმებით ძვირფასო პოდკასტის მაყურებლებო, ამერიკული პოდკასტი გიბრუნდებათ კიდევ ერთხელ. ძალიან საინტერესო სტუმრით კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი ხანი გვინდოდა ამ ადამიანის დაპატიჟება, მაგრამ სანამ გადავალთ, მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა რომ გვიყურებთ. მალხაზ რამიშვილი, ჩვენი ფინანსური ექსპერტი და მე ზაზე კოშკაძე გახლავართ ამ პოდკასტის წამყვანები და ვცდილობთ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ხოლმე სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ ემიგრაციის პროცესში და ასე შემდეგ და კონსტანტინეს მოწვევაც რაღაც მხრივ მაგით არის ლოგიკური, მაგრამ სანამ გადავალთ ბატონო მალხაზ, როგორ გრძნობთ თავს? გამარჯობა, დახლი ცოტა დიდი სეზონი დამთავრდა, უხელ ახალი წელი იყო ფაქტიურად ჩვენთვის ღამის 12 საათზე. ახალი საგადასახადო წელი. ხო. თავდება ესე ტრადიციაც გვაქვს უკვე 15 აპრილს აღნიშნოთ 12 საათზე შეხვედრას. უკვე გადასახადის გადამხდელების როლში ესე ვთქვათ. ყველა. მაგრამ ჩვენთვის პროფესიული რაღაცა ის გახდა ტრადიციასავით. ასე რომ შესაბამისად მიწოდა დაგრძელება არის, მაგრამ სამუშაო სეზონის დასრულების, ასე ვთქვათ, შემდგომი დაღლილობა. მოგესალმებით, როგორ ხარ? პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ დამპატიჟეთ, იმიტომ რომ მადლობა რომ მოხვედით. თქვენ აკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და ვიცი რომ ამდენი პროფესიონალი შემდგარი გუნდი არავის ასე ვთქვათ არ ტოვებთ შუა გზაში და ყველაფერს აკეთებთ მაქსიმალურად და თქვენ რო გადაწყვეტეთ ჩემი დაპატიჟება ამ ხელა გუნდმა ასეთი პროფესიონალების შემდგარმა ჩემთვის ეს იყო რა ყველაფერზე მეტი რავი ძალიან დიდი მადლობა და შევეცდები დღეს რაღაც მოცემულ დროში რომ ყველაფერი გაგიზიაროთ რომ პირველ რიგში ამოცანაა რომ უკეთ გავაცნოთ შენი თავი იმ ხალხს ვინც არ გიცნობს, ბევრი გიცნობს უკვე, მაგრამ არ არის საკმარისი ვინც გიცნობს, მეტი უნდა გიცნობდეს. კონსტანტინე არის ადამიანი, რომელიც New York Talk Walker-ი, ეგრეთ წოდებული, მაგ სახელით ვიცნობთ, ადამიანი, რომელმაც მე ვიტყოდი რომ ყველაზე მაგარი რაღაც გააკეთა, რაც უყვარდა. ის აქცია თავის საქმიანობად და ამ პროცესში არის ახლა. რა თქმა უნდა, გრძელი და რთული პროცესია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მიზანს მიაღწევს და გაიმარჯვებს აი ამ პროცესში. ხო, და ეს საყვარელი საქმიანობა გახლავთ ნიუ-იორკის ქუჩებში ხეტიალი სიარული და ქალაქის აი ამ ჩვენი უზარმაზარი მეგაპოლისის აღმოჩენა, რომელიც ერთობ სასიამოვნო არის. სხვადასხვა ბევრი ადამიანი ამას არ აკეთებს და ეგ არის წანსევდია. ჩვენ გვისაუბრია ამაზე. ხო, ადამიანები ცხოვრობენ სხვა მენტალიტეტით, სხვა შეხედულებით და განწყობით ქალაქში. საინტერესოა ძალიან, როგორც ჩანს ეს სხვა იმიდან, სხვა წერტილებიდან არის უზარმაზარი მეგაპოლისი, თავის მანჰეტენით არის პატარა უბნები, არის დიდი ბოროები, ესე ვთქვათ და სულ სხვადასხვანაირი ცხოვრება. ძალიან საინტერესოა. მე ძალიან დამაინტერესა კონსტანტინეს პოსტერმა რამდენიმე თვის წინ, იმიტომ რომ სულ სხვადასხვანაირი რაღაცები ჩანდა აქედან, რა სულ სხვადასხვანაირი ცხოვრების წესი, სიჭრელე ნიუ-იორკის, მრავალფეროვნება და ძალიან მნიშვნელოვანია იქ. მე მახსოვს თბილისში რომ წავედით ერთ-ერთ ჩემ ქართულის მასწავლებელთან ერთად ექსკურსიაზე ძალიან ბევრი რამე აღმოვაჩინე, ჩემთვის იყო ბევრი რაღაც თქვა აივანი, საიდანაც თქვა გამოდიოდა აქ აგიწერეთელი თქვა თავისი ლექსი ილიას დაკრძალვაზე და ასე შემდეგ და ასე ნიუანსებია, პატარა რაღაცებია, რასაც პირადად რო ხედავ და წარმოიდგენ იმ სიტუაციას, სამყაროში გადაყავხარ. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი საქმეა მთლიანად ამ სამყაროს გაცნობა. ამ სხვადასხვანაირი სიჭრელის აღმოჩენა და ისა და ამის ბიზნესად ქცევა არის კიდევ უფრო მადლიანი იმსახურებს ეს საქმიანობა იმას, რომ მას კონდეს თავისი, ასე ვთქვათ, წილი წარმატება და მოგება, ხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ინფორმაციაზე ძვირფასი არაფერი არ არის, გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი, ნებისმიერი რამე, რაშიც ფულს ვიხდით, რეალურად არის გამოცდილება, კინო იქნება. ჩვენ ცხოვრობთ
სოფლიო ტურისტულ დედაქალაქში. როგორც ფინანსურად დედაქალაქში, ისე კიდე ყველაფრის დედაქალაქში. ყველაფრის დედაქალაქში ისე ტურისტული ადამიანი ყველაფრის დედაქალაქში. იმიტომ რომ ამდენი ტურისტი არსად არ ჩადის სოფლიოში პირველ ადგილზეა ნიუ-იორკი. მარტო შიდა ტურიზმი ეყოფა ამას, მაგრამ მოუწყვეტიდანაც მთლიანად ამერიკაც პირველ ადგილზეა მიღებული ტურისტები. ნიუ-იორკი საერთო ჩემპიონია ამ საქმეში. ასე რომ ანუ ბევრი ამე არის ესე იგი სანახავი ადრევანდელი ხალხი მოდის აი ეგ მომწონს კონსტანტინეს პოსტებში რომ ნებისმიერ პოსტში იგრძნობა სულ რომ თავარი ესე დაფარული მესიჯი არის რომ ეს ქალაქი უფრო მეტია ვიდრე ჩვენ გგონია ყოველთვის უფრო მეტია ვიდრე ჩვენ გგონია და არასდროს როცა გგონია რომ ყველაფერი ვიცით სინამდვილეში კიდევ ძალიან ბევრია რაც არ ვიცით ხო შენი აი ჩამოსვლის ისტორია მოგვიყევი როგორ აღმოჩნდი ამერიკაში როგორ თავიდანვე შეგიყვარდა თუ რაღაცა გქონდა ცოტა დათრგუნვის მომენტი რაც ახასიათებს ამ ქალაქის ვიბრაციას ამ გუგუნს ჩემი წამოსვლა იყო სრულად მოულოდნელი გამომდინარე იქიდან რომ მე არასდროს არ მქონია რაღაც მიკერძოებული ნაციონალობის და სახლის განცდა იმიტომ რომ პატარობდნენ სულ მიწევდა სხვა სკოლაში ცხოვრება, სხვა ქალაქში ცხოვრება, სხვა ქვეყანაში განათლების მიღება, განცალკევებლად სხვა კულტურის შეხება და ასე შემდეგ. ფიქრობდი აუცილებლად სადღაც მეპოვნა ადგილი, სადაც დავარქმევდი იმ ადგილს აქვს, მაგრამ არასდროს ამერიკაზე არ მიფიქრია. ეს ყველაფერი მოხდა მოულოდნელად. და როცა მოვდიოდი აქ და მეღე გადაწყვეტილება მიან მქონდა დანასოფი ძალიან დიდი. იმიტომ რომ ყველა ჩემი შემოსავალი და არც იყო საქართველოში უფრო მაღალი ვიდრე აქ შემიძლია ვიშოვო. დავხარჯე მოგზაურობაში და შევიძინე უნარები და როცა დანასოფზე დავფიქრდი, გადავხედე ჩემს პასპორტს და ორი ფურცელი იყო თავისუფალი, დანარჩენი იყო სულ სხვა ქვეყანაში მოგზაურობით. მიღებულმა ყველაფერს ხარჯავდი მოგზაურობაში. კი, აბსოლუტურად ყველაფერს და როცა ჩამოვედი აქ, ერთ კვირაში მე ვიგრძნი, რომ ეს არის ჩემი სახლი და დავიწყე სიყვარულის ახსნა ნიუ-იორკისთვის, რომელსაც ყოველდღე ვახდენ. და ის ყველა გამოცდილება და უნარები და რაც შევიძინე სხვა მოგზაურობაში, სხვა კულტურა გავიცანი და სხვა ადამიანები ყველაფერი გამომადგა ნიუ-იორკში. მე არ მქონია ის პერიოდი, რომ რაღაც გამჭირვებოდა, რაღაც ვიგრძენი ერთ კვირაში, რომ მეტრო ვიცოდი ადამიანები გავიჩინე მეგობრები მივეცი ჩემ თავს საშუალება, რომ დამიწყო ქალაქის აღმოჩენა, შემიყვარა ის და მე დავფიქრებულიყავ რის იკეთება მინდოდა აქ, იმიტომ რომ რაც დავაგროვე სხვა ქვეყნებში მოგზაურობით, ყველა უნარი რაც შევიძინე, ის იყო ჩემი ყველაზე დიდი დანაზოგი. რაც რო ჩამოვიდი აქ კოზირივით მეჭირა ხელში და არ შემშინებია რომ სამსახურის ვერ ვიპოვიან რაღაც, რამდენიმე ენაზე ვსაუბრობ, ვარ ტოლერანტული არ მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა და რაც მთავარია, ჩემი უდიდესი мотиваცია იყო ნიუ-იორკი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე გარეთ ვარ და არც ერთი ვინც არ ვაკლდები, დღემდე ვიცი, რომ ბოლომდე მაინც ვერ ვნახე. ხო, ამოუწურა. ის იყო 2019 წელი. 6 წელია უკვე. კი, და კოვიდის დროს მუშაობდი, მაგრამ კოვიდის პერიოდი გამოვიყენე სხვა შტატებიც მენახა განსხვავება და კიდევ უფრო შემყარებოდა ნიუ-იორკი, რადგან კოვიდის პერიოდში თუ გამოიყენე მოგზაურობა. ყველა რო ჩაიკეტა შენი მოგზაური. კი, როგორც მოგზაური გამოვიყენე ეს დრო და ისე როცა დავდივარ ევროპაში ან სხვაგან მოგზაურობ, ერთხელ თუ მოიწამლები ნიუ-იორკის სიყვარული, შეიძლება იწუწუნო რაღაცეებზე, მაგრამ მაინც ავტომატურად დადარებ რაღაცეებს და წელს მინდა გითხრათ, რომ ნიუ-იორკი აქამდე არასდროს არ ყოფილა ისეთი მაგარი, როგორც წელს ხვდება სეზონს და იმდენი რაღაც იგეგმება და უკვე გახსნილი არის, რომ ღონისძიებების მხრივ კი ბატონო. შეთავაზებები უფასო ფილმების ჩვენებიდან დაწყებული, დამთავრებული
ცნობილი მომღერლების კონცერტები. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ადამიანები ნახავენ შენს გვერდზე. კი, ანუ თუ იმ სავარაუდოდ სულ გარეთ ვიქრები. და თუ როცა დრო მექნება, გაგიზიარებთ, ან წამოდით ჩემთან ერთად და ყველაფერს დაგათვალიერებთ. კი ბატონო. საუკეთესო მეგზურია, მე ვარ მასთან ერთად ნამყოფი ერთ პატარა კრუიზისა ტურზე. კრუიზი არ იყო, ეგ იყო. რა იყო ეგ ტური? ეს არის ახალი 2 წლის არის, უკვე New York City Ferry. ხო, Ferry ხო. ეს არის სტრაპიკატერი, რომელიც ეკუთვნის მიწის ground ტრანსპორტირებას ეკუთვნის, თუმცა ჩვეულებრივად გამოყენებულია როგორც მეტროს ერთ-ერთი ხაზი, 6 სხვადასხვა ფერი აქვს. გაართულეს ახლა გახადეს აპლიკაციით უკვე შეგიძლია რომ აქამდე იმხელა რიგები იყო ხალხნო, ხო გახსოვს რამდენი ხალხი იყო. მაშინ გაუმარტივებია. და ეხა აპლიკაციები ყველას არ აქვს საშუალება ტურისტებს განსაკუთრებით რომ აპლიკაციებთან კონდეთ სტომა და ეს რაღაც და მიმართულებით ყველგან მიდის დაწყებული Hudson River-ის ბოლოდაი Bronx-დან დაწყებული რაც Manhattan Beach-მდე 6 სხვა მიმართულება როგორც მეტროს ასევე არის ერთ-ერთი ტრანსპორტის საშუალება რომელსაც მე ვიყენებდი სულ ფეხით Sunset Park-დან დავჭდებოდი არ მიდოდა ცხელი მეტრო და მთელი ზაფხული ესე რომ ვთქვათ ძალიან მე აქ ხედავ ხოლმე რომ მაგერ ვერაზან კი ბატონო მოდის აქეთ Manhattan Beach-ისკენ და ანუ ტრანსპორტია ჩვეულებრივი ტრანსპორტი რომელიც ნებისმიერ ამინდში Manhattan Beach-ისკენ აქ რო არის Manhattan Beach-ი აქ Brighton Beach-ი მიდის ერთ-ერთი სადაც საღამოს დაღლით თანამშრომლები იყენებენ როგორც მეტროს აარიდებენ თავს და მოძრაობენ ამით. რომელ საათამდე მუშაობს? 9 საათსა და 45 წუთამდე იყო ან 10 საათამდე შარშან ამ სეზონზე. თუმცა წელს ფიქრობენ რომ ისევ უფრო გადაწიონ დრო და უფრო გვიანობამდე და აჩერებს ბეირიჯ და ყველგან და უკეთ სულ ესეთი რაღაცები თავარ დაკავებ. და ტურები რაღაცები ხო? ხო, მოგვიყევი ცოტა მაგას. ნიუ-იორკის ტურების იდეა ერთი წელიწადიც არ არის, რაც დავიწყე. ეს ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ რაღაც პროექტი მქონდა გაეროში და ყავდა სტუმრები. და მე უნდათ სამხრეთ ამერიკიდან იყვნენ და უნდათ რომ ენახათ ქალაქი და ადგილობრივებმაც მე შემომტენეს ყველანი და მითხრეს წაიყვანე და ეხლა შენ ყველაფერი იცი და ანახეო და გზაში ვუყვები აბსოლუტურად ყველაფერს იმიტომ რომ როცა დავდივარ უბრალოდ ისე არ შეიძლება ვაკურდები ყველაფერს სწავლობ და როცა დავასრულე ეს ვანახე ნიუ-იორკი და დავტოვე ყველანი კმაყოფილი იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია მითხრეს რომ საერთოდ ამდენი რაღაცო შენ ტურებზე ვარ გიფიქრიაო ეს იყო შარშან აგვისტოში. ანუ ერთი წელიც არ არის უკვე რასაც ვაკეთებ და მე ამაზე დავფიქრდი. ძალიან დიდი მადლობა გადავხადე ნიუ-იორკს, იმიტომ რომ მე მომცა ამ ქალაქმა იმაზე მეტი ვიდრე შეიძლება მეოცნება და ერთ-ერთი იყო ის, რომ საყვარელი საქმე მიმანიშნა და მანახა, რომ ეგ აკეთე ეს და შეიძლება იყოს ეს შენი შემოსავლის წყარო. და დავიწყე ეს ყველაფერი და უცებ მოხდა იყო დღეები რამდენიმე დღე მიყოლებით ყავდა ჯგუფები, გამოვიყენე ყველა თანამედროვე საშუალება, მაგალითად Ferry-დან დაწყებული, დამთავრებული უფასო დღეები მუზეუმებში და დავიწყე ხალხის წაყვანა და დავიწყე ისეთ ადგილებში, რომელიც არის ძალიან ისტორიული. გულისხმობ იმას, რომ წელთაღრიცხვამდე 10,000 წლით ადრე Lower Manhattan-ზე იყო ძალიან დიდი განვითარების მქონე ტომი და ამ ყველაფრის განვითარების შემდეგ ეს არ არის 2 საუკუნის ამერიკა, ეს არის უდიდესი კულტურის მქონე ცენტრი და ამ ყველაფერს ვუყვებოდი ისტორიას და ვანახებდი ადგილებს, იმიტომ რომ ნახო რაღაც და თქვა რომ რავი აქ ვიყავი, მაგრამ შეიძლება არ იცოდე იმის მნიშვნელობა, იგივე არის რომ რაღაც ბრუკლინის ხიდი გადაჭრა და თქვა რომ გადავედი, რა ვიცი, აღმაშენებლის ხიდს, თუ არა გაქვს მნიშვნელობა, ან დატვირთვა თუ არა აქვს ადგილს და არ იცი სად მოძრაობ, მე არ ვთვლი იმას, რომ ის ნანახი გაქვს და ამ დროს ეს იყო ყველაზე პირველი რკინის ხიდი, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი, ბრუკლინის და მე როდესაც წავიყვანე და რაც თავარია დავთქვი რომ ეს არ იქნება უბრალოდ ტურები, ეს იქნება შემეცნებითი მოგზაურობა, სადაც გარდა ტურებისა მე გავზიარებდი პროცესში მაგალითად ჩავდით კინოთეატრს და ყველას ვეთყოდით აიღეთ ტელეფონები და ნახეთ სამშაბათობით 90%-იანი ფასაკლებები არის ყველა
ამ კინოთეატრებში ჩავიდოდით ამ მუზეუმებში შეგიძლიათ უფასოდ წახვიდეთ ამ დღეებში აქ არის გემრიელი პიცა ვასწავლიდი ყველას ამ ფერვის გამოყენებას არა იმისთვის რომ მარტო მე მისწავლო ყველას უხსნიდი რომ თვითონაც მომავალში თავად შეეძლოთ შემდეგ ხალხის წაყვანა და ეს არ იყო უბრალოდ რაღაც მარტო ბიზნესზე დამყარებული ეს ბიზნესიც დავთქვი რაღაც მინიმალური თანხა და თქვი რომ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ტურის შემდეგ ეგანც მე არ მაქვს დიდი ბიზნესის გამოცდილება ფულს არ მქონდა საერთოდ ჩემთვის იყო ეს ყველაფერი და დღემდე არის სიამოვნება და როცა ვხედავდი კმაყოფილ ასე რომ ვთქვათ ტურის მონაწილეს შემდეგ ხდებოდა ანაზღაურება და დღემდეც ეს არის და ამ ყველაფრის შემდეგ განვითარდა ინტერესი და როცა მივხვდი რომ მე ჭირდებოდა დახმარება მე გავცანი ვიცნობდი ჩემს მეგობრებს რომელსაც აქვთ გამოცდილება საქართველოში ტურისტული კომპანიის თამონას დალევანის მოვიკითხავ და მათ დამანახეს ეს ყველაფერი როგორც შეიძლება ბიზნესად განვითარებულიყო და ძალიან რაღაცებშიც მანახეს რომ უბრალოდ ეს ყველაფერი მოყოლა და სიამოვნება არ არის იმიტომ რომ ჩემი რესურსი იხარჯებოდა ძალიან დიდი დრო იხარჯებოდა და მე ვხედავთ იმისა რომ ეს სიამოვნებას უნდა გამეხედა წინ და ქირა უნდა გადავიხატო და მაქვს პასუხისმგებლობები და მათმა დამანახეს ეს ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო მოთხოვნები სხვა შტატებში მოგზაურობის გიგითხარით რომ ვიყავ 46 ქვეყანაში ვარ ნაყოფი და ბევრ შტატში აქ და ჩავდიოდი ყველაფერს თავიდან გავდიოდი და შემდეგ მიყავდა ხალხი რომ ეს მქონოდა მე კომპეტენცია და ბოლოს დასრულდა კრუიზული მოგზაურობით რომელიც არ იცოდა ბევრმა და აღმოჩნდა რომ 2 წელიწად ნახევრის წინ ჩვენმა მერმა გამომდინარე კოვიდის შემდეგ დარტყმული ფინანსური ზარალის რაც ბრუკლინმა განიცადა გახსნა პირველი პორტი საკრუიზო ბრუკლინში სადაც შემოვიდა ერიკ ადამსმა გახსნა ვიყავი იმ დროს მიწვეული პრეზენტაციაზე და პირველად შემოვიდა კრუიზის გემი ბრუკლინში და სადაც ბილეთები იწყებოდა ბაჰამის კუნძულებიდან და სხვა დანარჩენში სადღაც $450 და რამდენი დღეს? ერთი კვირა გაჩერება სხვა კუნძულებზე all inclusive გულისხმობ რომ კომფორტი კვება 24 საათიანი და რაც თავარია მონახულობა კარიბის ზღვის და ბაჰამის კუნძულების რომელიც საოცრება მინიმალური ტურის პასი არის 800-დან იწყება და შეიძლება მაგრამ აი კონსტანტინემ კიდევ უფრო იაფიანი რაღაცებიც იცის მე ვფიქრობ რა მართლა გეუბნებით რომ ვფიქრობ რომ ნიუ-იორკი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქი ცხოვრობ თუ იცი სერვისები მაგალითად კინო მუზეუმებში უფასოდ სიარული რა უბრალოდ უნდა იცოდე რომელ დღეს მეტროში შეგიძლია უფასოდ იმგზავრო თუ იმ რაოდენობას გაატარებ ან სადაიღო ეს ბარათი ომნისზე და თანამედროვე გამომწვევებზე მაქვს ლაპარაკი შენ შეგიძლია აბსოლუტურად უფასოდ ისწავლო ცეკვის გაკვეთილებიდან დაწყებული ფილმები გარეთ ხელოვნება გაიცნო ყველა ვინც გინდა ლატარიით მოიგო ბროდვეის ბილეთები და მე პირადად შარშან დიდ ფესტივალში 2 ბილეთი მოვიგე თითო $250-იანი იმიტომ რომ ეს იყო გლობალური დათმობის შესახებ რაღაც უნდა ჩამეწერა გამეკეთებინა მაგრამ მქონდა დიდი შანსი ამ ყველაფრის მე კვება ძალიან იაფია თუ იცი სად როგორი აპლიკაცია გამოიყენო სხვა დანარჩენი თითქმის არაფერში დანარჩენში შეიძლება არ დაგიხარჯოს რაღაც ბინებზეც ხო არის რაღაც ლატარიები რა თქმა უნდა არის და მე პირადად მიყვარს ნიუ-იორკი ძალიან და ყოველ დღე ვსწავლობ მეცადინეობ რაღაც სერვისები მე დამჭირდა და მე ავდექი და შემთხვევით ვთხარი რომ მეთქი არ გაბედო და ეხა არ გადაიხო დაჯექი და იმეცადინე მომიწია გაცდენა სამსახურის მაგრამ ის აზარტი რომ რატო ვერ გავაკეთებ ვიმეცადინე და მე ის სერვისებში მაგალითად ვისაც დრო არ აქვს ხალხს მოიძიოს წაიკითხოს ან ენა არ იცის ან ასე შემდეგ ან ინტერესი არ აქვს მე ამ ყველაფერში მივხვდი რომ რა მარტივია ნიუ-იორკში ცხოვრება თუ დავუთმობ დროს ისწავლი და დარეკავ და ან მიხვალ და აქ ყველანაირი სერვისი არის რაღაც გაიდენსი ჩააგიტარო და ამ ყველაფერს ვაზიარებ ტურების განმავლობაში ანუ ის ცოდნა
რაც მე დავაგროვებ და დღემდე ვაგროვებ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეგოისტური იქნებოდა თუ ამის ჩემთვის შევინახავდი. და მე ვინც გავიცანი ქართველები, ყველგან ამას ვაპარაკობ. შემიძლია რომ სხვა ეროვნების ადამიანები ჩამერთვა ტურებში მიუხედავად იმისა, რომ ამდენ მათ ენაზე კარგად საუბრობ და რაღაცები უფრო შეიძლება გამიმარტივდეს, მაგრამ მე პირადად ქართველები ვინც გავიცანი, ხალხნო ამდენს შრომობენ. ასეთი კულტურული ზრდილობიანი ადამიანები, ვინც მე ქართველები გავიცანი ტურებზე და ძალიან ბევრი უკვე, მე არსად არ შემხვედრია და სულ აღნიშნავდი ბოლოსაც აი მეგობრდებით შემდეგ და გვაქვს კომუნიკაცია და ყოველს გვაქვს ესეთი რომ აი ადგილია თუ რაღაც ხდება ვუზიარებ და კომუნიკაციას ვაგრძელებ და მინდა აღნიშნო რომ ამერიკაში არ ვიცი ვის რა გამოცდილება აქვს მაგრამ მე არ მქონია ცუდი გამოცდილება პირიქით თან პენიარი ვარ და იმ გამოცდილებით ამაყი რაც შევიძინე ქართულ კლიენტებთან ურთიერთობებით იმიტომ რომ არ ვიცი ალბათ მოგზაურობა ვისაც უყვარს ყველა განსაკუთრებული ხალხია მაგრამ ამან კიდევ უფრო შემაყვარა და ან ჩემი ფოკუსი გამაკეთებინა ქართულ სამიზნე ჯგუფზე შვენიერი იმან რომ მოგეკითხავთ ყველას მეგობრებო უკვე ჩემი მეგობრები არიან და მართლა არ ვიცნობდი ამდენ ხალხს აქამდე რატო არ ვიცნობდი ესეთ ამდენი არ იყვნენ აქამდე ჩამოსული ხო ჩამოვიდა ეს მარტო ნიუ-იორკში შეიძლება ადამიანი ჩამოვიდეს და მას პინძლად იგზნოს 5 წელია გასული მედიგერი აბა ჩადი გახდი თბილისელით და აქ არის სხვანაირი შეგნება სხვათა შორის ერთ-ერთი ფაქტორი რაც აქაურობას განსაკუთრებულს ხდის პროგრამა მქონდა რაღაც გრანტიდან უნდა გამიკეთებინა გამოკითხვა და ნიუ-იორკელს შევეკითხე ერთ-ერთი კითხვა იყო ესეთი რომ ვინ არ არის ნიუ-იორკში ვინ არ გინდათ რომ მოვიდეს ნიუ-იორკში და ვის არ ელოდებით და როგორი ადამიანი არ გინდათ რომ ნიუ-იორკში ნახოთ ყველა welcome ყველა უნდა ვნახოთ პასუხი იყო ერთ-ერთი ის რომ ის რაღაც მაკრო მიკრო ფაშიზმი და თბილისელი დააყოფა რაღაცები აქაც სხვანაირი სნობური განწყობა და რაღაცებია მაგრამ ეს ქალაქი ყველას იტევს ყველას იღებს ისეც როგორც ახარ გასწავლის მის წესებს რა თქმა უნდა მაგრამ ერთ-ერთი იყო ამ წლების წინ რომ აი ყველა შეუძლია აქ მომიდეს და ყველა შეუძლია respect everybody ის უცნობელი ვიდეო გააქვს ნახე ვიღაც ქალი ჭედავს ავტობუსში რა ნელა მიდის და I'm late რა დავაგვიანებო და ვიღაც ტიპი მოუბრუნდება და it's New York everybody's late ანუ ყველა ვაგვიანებთ New York-ია და ყოველ დღეს ნიუ-იორკი არის ცალკე სამყარო მე არ ვთვლი როგორც ქალაქს ვთვლი ენერგია და რაც თავარი მაქვს ძალიან დიდი იმედი რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს აქ ბევრ ადამიანში დამიდგა ქალაქი გვერდით და ანუ რაც არ უნდა გამიჭირდეს შეიძლება არ მქონდეს რაღაც ვიცი რომ არსებობს იმდენი სერვისი რომ მე ეს მერის და მერის ნიუ-იორკელებიდან დაწყებული სხვა სერვისები სახელმწიფო არასახელმწიფო უბრალოდ კეთილი ნიუ-იორკელები და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო რომ ემიგრანტობა არ არის ის განცდა რომ ცრელ მონარევმა უნდა ისაუბრო ამაზე ყველას აქვს მისი ისტორია და ჩემი ისტორია არის ის რომ ავიც თუ არ გიყვარს იქაურობა რასაც ელოდები იმას იღებ ნიუ-იორკი თუ გძულს შეგძულდება აკ ყოფა და იქნება ყველაფერი ესე მაგრამ თუ ეს ქალაქი არ გიყვარს ცოტა დაგიბრუნებს კიდევაც აგრესიით კი იმიტომ რომ ეს სხვა რაღაცას გასწავლის ეს ქალაქი სხვა რამეს გაძლევს მაგრამ არ უყვარს უმადური ხალხი ნიუ-იორკს ასე ვთვლი და ძალიან კაცრ გაკვეთილებსაც უტარებს იმ ხალხს ვინც არცემს პატივს არსებობს რაღაცას დრამების და ტრამვების პროცესინგი, რომელშიც ადამიანები ზოგჯერ წარუმატებლები ვართ ხოლმე. მეც მიყვარს ძალიან თბილისი, მაგრამ არც ერთი დღე არ ყოფილა რა გუბედური. ყოველთვის ვიყავი ბედნიერი და არც ერთი წამით არ მინანია რომ ჩამოვედი. სხვადასხვა იგივე არ მქონდა ლოს-ანჯელესში. წინა ერთი წლით ადრე ლოს-ანჯელესში ვცადე ჩასვლა და იქ გაჩერება, მაგრამ გავიქეცი. იმიტომ რომ არ არის ჩემი ლოს-ანჯელესი.
აშკარად ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ რომ მეტრო არ არის და მე მძღოლი არ ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფეხით საბოდიალო ქალაქი არ არის ლოს-ანჯელესი რა, ანუ სხვა და თან რა ადამიანს ლოს-ანჯელესშიც ძალიან ანუ ეს კლასობრივი დაყოფა ადამიანები ძალიან აფიშირებენ რა. კი, ეს ცნობილი ფაქტია. ანუ აი აოქრო შეამოვლებული დადის იქაური მდიდარი. და აქცენტით უნდა ისაუბრო და არა, ტიპს ეთყობა რომ მდიდარია. ნიუ-იორკში ვერ მიხვდები ტიპი რა ფენას მიეკუთვნება. შეიძლება ჰოუმლესი და მილიონერი გვერდ ზიან მეტროში. ძალიან ჩვეულებრივად. ანუ ნიუ-იორკში ტეხავს რომ გამოავლინო რა სოციალურ ფენას მიეკუთვნება, იმინა არ მოწონთ ეგ ხალხს. თუმცა სნობები არიან ბევრი, მაგალითად გეტყვით ჩემი მეგობრების, ამერიკელი მეგობრების გამოცდილებას, რაც ჩამოვედი, უნდა ვთქვა, რომ აუცილებლად უთარგმნი ჩემს ამერიკელ მეგობრებს ამ ინტერვიუს რაღაც ნაწილას, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ მათი, იმიტომ რომ მოკლედ დროში გავიცანი სხვა ადგილას ეს ადამიანები და დღემდე ვართ ძალიან ახლო მეგობრები და ძალიან ბევრი რაღაც მასწავლეს. მასწავლის ის რომ მაგალითად სლენგი ძალიან კარგია რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ისე წრეში თუ გჭირდება მოხვედრა უნდა იცოდე მაინც განსხვავებული ინგლისური. ის რომ ჩემი მეგობრები არაფერს არ ეტყვიან ახლა ვიღაცებს რომ არიციან Wall Street-ის ისტორია, ან არიციან უბრალოდ გაცინებენ და ძალიან ბევრისთვის დაუცინიათ რომ ნიუ-იორკში ცხოვრობენ და Lower Manhattan-ის ისტორია არიციან და სწორად მესმის, იმიტომ რომ ბევრ ქართველს აქვს, როცა საქართველოში ჩამოდიან ტურისტები ან იქ ცხოვრობენ ცნობილი ხალხი და არიციან თაწმინდა თბილისში ან ბაგრატში. ჩამოსული კი არა ხალხი, ტაქსისტმა მკითხა ლესელიძე სად არის? ანუ არ ხედავენ ამათ სერიოზულად და არ იმეგობრებენ ასეთ ხალხთან და წეგან სხვა რაღაც თქვენც ეგ მაინტერესებს რა. ესე იგი არის მომენტი, როცა ნიუ-იორკელები ხვდებიან რომ შენი ინგლისური არ არის ძალიან აქაური ინგლისური. რა თქმა უნდა, ამას აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, აქვს, აი განსაკუთრებით სლენგს აქვს ხალხი მნიშვნელობა, რომ როგორც დაგინახავენ ნიუ-იორკელები ჯერჯერობით რომ რაღაც უნდა კითხო, რომ სად წავიდე და შენ ამდენი წელიწადი აქ ცხოვრობ და ეგ არიცი, გაგივლიან გვერდს და უხეშებად არიან ცნობილები, მაგრამ ის რომ მაგალითად სლენგით გელაპარაკებიან და ადამიანები სწავლობენ იმ ინგლისურს, არ ვიცი სად სწავლობს ეს ხალხი ამ ინგლისურს. მე საერთოდ გამოყენებაში არ არის აკადემიური ინგლისური, ანუ თავსებადობაში არ მოდის ყოველდღიურობასთან, რადგანაც აქ ტრანსპორტს, ადგილობრივი კომუნიკაცია აქვს საერთოდ სხვა გრამატიკა, სხვა სიტყვებს, სხვა დატვირთვა აქვს. რამდენი მაგალითი მომყავს ეს ყველაფერი ტურებზე სხვათა შორის სლენგსაც ვასწავლი ხალხს, აი jaywalking-იდან დაწყებული, დამთავრებული, არ ვიცი როგორ პიცის შეკვეთაზე რო გაიგონებენ one whole pizza და რაღაცებს, ანუ ძალიან ეცინებათ და არ გეტყვიან არაფერს, მაგრამ არ გხებულობენ სერიოზულად. ნიუ-იორკელები არ ხარჯავენ იმ ძვირფას დროს, რომელიც არის ძალიან ცოტა მოცემული ნიუ-იორკში, იმისთვის რომ რაღაც მეტად ემპათიურები იყვნენ და რაღაცები. თუმცა თუ გაიგებენ რომ გაინტერესებს პატივისცემ ნიუ-იორკის ღირებულებებს და გაინტერესებს და ხარ კეთილ გაწყობილი, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკელი ამდენზე კეთილი ხალხი მე არასოდეს არ შემხვედრია უბრალოდ არ ხარჯავენ დროს რაღაც ისეთ მეტ სიყალბეში და რაღაცეებში და უნდათ რომ შენ გაინტერესებდეს იცოდე ნიუ-იორკი და თუ არ გაიგებ მის სლენგს არ გაგიმეორებენ მეორეჯერ უბრალოდ წავლენ და გაივლიან. მეც სტარბენად რომ მივყავდით ამ უბანში ვირბინოთო აქო კარგი კონტაქტებიაო ანუ აქაურო ამერიკელმა მეგობრებმა დამანახეს რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წრეს ვისთან მეგობრობ და შენ თუ აქ გინდა ცხოვრება ნიუ-იორკში შენ უნდა იფიქრო აქ ცხოვრებაზე და მუდმივად ნოსტალგიაში და ართი ამერიკელთან ერთად ყოველთვის არ უნდა დაღალო ეს ხალხი საქართველოს ისტორიის მოყოლით იმიტომ რომ ამერიკელები არიან ზეთავაზიანი ხალხი, ნიუ-იორკელები არა პირდაპირები, მაგრამ არ ხარჯავენ დროს ამ ზედმეტ რაღაცებს. იცი ეს გამოთქმა? ისევ და ისევ LA ნიუ-იორკის შედარებაზე არის რა. New-Yorkers are not nice but they're kind, but LA are nice but they're not kind. კი ანუ ნიუ-იორკერი არ გენაისება ასე ვთქვათ ანუ არ ჭირდება ეს თუმცა მართლა რომ რამე გჭირდებოდეს ძალიან kind არის რა
დაგიდგება და იქ ნაის არის ტიპი, მაგრამ რო დაგჭირდეს შეიძლება ანუ ეგეთი გამოთქმა არსებობს, მოკლედ ეხლა მე არ ვარ იმდენად ძირძველი აკაური რომ ეს ძირძველობით არ განისაზღვრება, ის უსტად ეგ აქვს ამ ქალაქს ძალიან მაგარი, რომ შენი აქ ყოფნა არ განისაზღვრება რამდენი წელი აქ ცხოვრობ. მე ბევრი მირეკავს და შველო აქ ყოფილვარ 35 წელიწადი ან 40 წელიწადია და რა თქმა უნდა ადამიანი ყოვნამყოფია და მე ვთავაზობ რომ მე თქვენგან ვისწავლი რაღაცებს, მაგრამ ელემენტარული როგორ აგიხსნათ, აი კვეთები, ქუჩის კვეთები და ვესტი და ისტ და რაღაცები არიციან და მე ხომ ადამიანს ხوار შეხვალ კამათში რაღაცა, მაგრამ ზუსტად ხვდები რომ აქ ცხოვრების წლობით არ განისაზღვრება ნიუ-იორკელობა და განისაზღვრება რამდენად ადაპტირებული ხარ ამ გარემოში, რამდენი იცი და რა სერვისებზე გაქვს წდომა, რაცაც ნიუ-იორკი გაძლევს. მე მიყვარს ხოლმე ყველა ქალაქში, სადაც ჩავდივარ, მინდა ხოლმე რომ დავიკარგო. იმიტომ რომ როგორც ცურვას რო სწავლობ, რომ ჩაგაგდებენ და ეგეთი არის ქალაქის ბუნებაც რა. თუ არ დაიკარგე, ვერ გაიგებ ქალაქს ბოლომდე რა. და ნიუ-იორკში ერთ სამჯერ დავიკარგე თავიდან და ამ სამმა დაკარგვამ რეალურად მომცა უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე რაღაცეების კითხვა მე ხარ. ცოტა ძნელი დასაკარგე ნომრებით არის. ქუჩები. განსაკუთრებით მეტროში თავიდან, ანუ მეტრო ცალკე ქალაქი. ცალკე სამყარო მანდიკარგები რომ გონია რომ ანუ აქ თბილისში როგორ მგუშავს, აქეთ მოდის, იქიდან იქით მიდის, ხო? თუ გაცდი ერთ სადგურს, გამოდიხარ და ელოდები მეორეს უკან მიყვები და ეგ არის და მაგ ლოგიკით თუ მივდექი აქ მეტროს თავიდან მაგ ლოგიკით ვდგებ. სად აღმოჩნდები? არის ორი. და ანუ დაუნთაუნი, ანუ ძირითადად ხო ყველა ქალაქს აქვს დაუნთაუნი შუაში, ხო ცენტრი რაღაც. ნიუ-იორკში არის აპტაუნი და დაუნთაუნი. დაუნთაუნი ნიშნავს ქვევით კონი აილენდი და აპტაუნი არის ყოველთვის ზევით. ძალიან სხვანაირი, როგორც ადამიანებს აქვთ აქ იუმორი სხვანაირად ესმით ნიუ-იორკელებს, ანუ განსხვავებული ევროპელებისგან და ქართველებისგან იუმორის გრძნობა, ტრანსპორტი, დასაქმება, კომუნიკაცია აბსოლუტურად განსხვავდება და ღირებულები, რაც ნიშნავს სხვა დანარჩენისგან. კომედიენტი არის, ვიღაც დამოვიწყდა გვარი ადრე უსმინე, ყველაზე მაგარ დღეში არიან, იცი რომელი ნიუ-იორკელები, აი κουინსელი რა. იმიტომ რომ ტიპს რო ეკითხებიო, რომ სად დაურიხარო, where are you from? ეკითხებიო, ნიუ-იორკ გეუბნება, ამ დროს 2 წლის ჩამოსულია თუ რაღაცა თქვათ რა. მაგრამ მე ხوار ვეკითხები, ანუ სად ცხოვრობო რა, ვეკითხები სად დაურიხარ, ანუ საიდანაც ჩამოხვედი და მე თვითონ რომ ეკითხებაო რა, ანუ ნიუ-იორკელი ვარ, მეც რო ვეუბნებიო, სად ცხოვრობო და Queens-ში რო ვეუბნები, Queens? ანუ ვიღაცა ტიპი რომელიც საიდან ჩამოვიდა, შენო ოკეანე გადმოიფრინეო იმისათვის და მე 7 ნომერი ტრეინით მოვედიო. ეგ სხვათა შორის ხა გამხსენდა იცვლება ახალი ხაზი ემატება, აქამდე ხო Queens-ში მოხვედრას რაღაც ზევით უნდა ასულიყავი და მე უნდა გადასულიყავი და გადმოსულიყავი, რომ მოხდეს ზოგადად. ახალი ხაზი მომედის J, მაგრამ არ მოიცავს მთლიანად იქ ჯემეიკადან დაწყებული Queens. ეხლა ემატება წელიწად ნახევარში გაიხსნება ახალი ხაზი, რომელიც მთლიანად დაიწყებს ესეთი, ანუ აქამდე ხო არის ერთი ზევით და ერთი ქვევით. ეხლა წრეს დაარტყამს, ერთი ხაზი იქნება ახალი, რომელიც კი ბატონო, ბერიჯთან ექნება ბოლო გაჩერება. 12 Queens-დან დაწყებული წრეს დაარტყამს. სადაც შენ უნდა მაგალითად მე რომ მინდა რომ მოხდეს სიტყვა და იქაც სამოვა. დაიწყება Queens-დან, დაიწყება ზედა ბრუკლინიდან და გამოივლის სამთლიანად ამ წრეს და ეხლა რო გინდა რომ ვილიამსბურგში მოხვდე მაგალითად მანჰეტენზე ხანდახან ერთი ნომრით უნდა გადახვიდე. შენ უბრალოდ აღარ მოგვიწევს ამ ყოველთვის გავდე ერთი იქნება. მე არც ვიყენებდი სხვათა შორის ტაქსს და რაღაცებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში ვარჯიშობდი და ვატარებდი ელექტრო ველოსიპედს, რომლითაც დავაგროვე $500-600 კრედიტი ლიფტზე. მოგეთ, შენთან ვარჯიშობ და ნაიყვან ამ ელექტრო ველოსიპედს, გადააყენებ და დააყენებ ცარიელი, სადაც არის გაჩერება და იქ გაძლევენ 10 ქულას, რომელიც $1.50-ია. და მე ეს
ლიფტი რატო გაძლევს თანხას იმაში? ლიფტთან აქვს ამ City Bikes დადებული კონტრაქტი და შენ თუ ცარიელ გაჩერებაზე, სადაც ჭირდება ველოსიპედები დადგეს, გადაიტან სავსედან ცარიელში, შენ ასე რომ ვთქვათ, უმსუბუქებ თანამშრომლებს, რომ მოვიდონ და თვითონ გადააყენონ და რაღაც და შენ ყოველ ამაში გაძლევენ $9.50. 10 ქულას, რომელიც $1.50-ია. და უბრალოდ რომ გაისეირნო, გაერბინო და გზადაგზად რაღაცები გადააყენო, გადმოიყვანა, თან ვარჯიშია, თან აგროვებ და $600-მდე მქონდა 580 და რაღაც დაგროვილი, რომელიც რადგანაც ამათ კონტრაქტი აქვთ ლიფტთან ამ City Bikes, მე ვიყენებდი ამას, როცა ტაქსი მჭირდებოდა წვიმაში. ეს ყველასწორად ჩაჯგში საიდან ეგ თან ვარჯიშობდი, თან მოძრაობდი მეტრო ძალიან მიყვარს მისი დრამებით. მაგრამ საფხულის სიცხეში სიგიჟეებით. ამიტომ ეგეც ძალიან მეხმარება. სიცხეში პლატფორმაზეც ხელა თორე შიგით საშინელება შეიძლება გაციუდე. ყველა ცვლილებას და ყველაფერს რაც ახალი ხდება, ტურებზე ვუზიარებ ადამიანებს, გულისხმობ, რომ რაც შემიძლია, ანუ ერთმანეთშიც აკრძალული აქვს ტურის მონაწილეების საუბარი, იმიტომ რომ ესე ხუმრობთ ვეუბნებით, აქ ვისაუბრებ მარტო მე და მარტო ნიუ-იორკზე. და რა ვცდილობ, რომ მოკლე დროში მაქსიმალური რა არის ახალი, რა იცვლება, სად არის საციგრო მოედანი, მაგალითად, სად არის ფილმის ჩვენება, სად არის უფასო ცურის გაკვეთილები, ცეკვის თუ რაღაც, ყველაფერს ვაწოდებ $65 ადამიანებს გარდა ფერის გადაღება. იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, რა ის ხალხი, ვინც მუშაობს, ძალიან ბევრი მუშაობა უწევთ რა. აქ ჩამოსულ ხალხს, იმიტომ რომ ერთი ის იყო გაკვლევა იყო, რატო უჭირთ შავკანიანებს ამოსვლა მაღალ შემოსავლებში. არა, იმიტომ რომ ბევრი ხალხი აწევს ფინანსური ვალდებულებები, ბევრი გეტოდან ამოსვლა არის ძნელი, იმიტომ რომ ყავს ბიძაშვილი არ არის და ორი ადამიანი. 5-10 ერთი ნიჭიერი აღმოჩნდება, მაგრამ 10 შესანახი ყავს. დაახლოებით ეგეთი რაღაცა საქართველოსდან ჩამოსულ ხალხშიც. ყველა გზავნის ფულს იქით. როი გააგზავნო, აქაც ისა დიდი რაოდენობა გჭირდა, დიდი დრო გჭირდა. სამშაბათი ყველა. ხო, რა ვიცი, მე ის არა, ზოგს ახლა შეიძლება ინტერესიც არ აქვს. ხო და არის ესეთი რაღაცა, რომ ცოტა გაილამაზოს ცხოვრება ინტერესიანმა ადამიანმა. ნახოს, ხო, რა უამრავი რაღაცა არის ეგრეთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეს იქ ის სადაც ცხოვრობ და რომ შეიყვარო ამისთვის არის ესეთი რაღაცები და ესეთი ადამიანები. მაგრამ ძალიან ბევრი არის ჩემს ანუ საქართველოსდან წამოსული აქ არის უდიდესი რესურსი ხალხნო ასეთი ნიჭიერი ადამიანები არსად არ ჩანენ მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ისეთ ქართველს აქ რომლებიც არიან ძალიან წარმატებული კინოებს იღებენ აქ ფოტოგრაფები არიან, მუსიკოსები არიან, დიჯეები არიან, მუშაობენ სხვა ბრენდებში და ცხოვრობენ როგორი ამერიკული ცხოვრებით, იცით? აი რომელსაც არ აქვს ახლა 6 წელია ჩამოსული თუ რაღაც, მაგრამ ისინი არსად არ ჩანან, იმათ არ აინტერესებთ რაღაცები გააზიარონ, ძალიან ბევრია ვინც ცხოვრობს ესე, მაგრამ სამწუხაროდ ჩანს და იქმნება ზუსტად ის რაც თქვენ ახსენეთ ის რაღაც ნიადაგი რომ რთულია ყველაფერი რა თქმა უნდა რთულია და ზადამკეიცის მე რომ რაღაც სირთულეები მაქვს გავლილი აქ რაღაცები თუმცა გააჩნია როგორ ხედავთ ამ ყველაფერს და რა ისეთი მე არ მithქვავს ტრაგიკულია მე ვამბობ რომ იმ ძიმე შრომის მერე ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც გართობა თუნდაც იმაში არ უნდა ჩაიკეთო რომ აი იზოლაციონიზმი რა თვით იზოლაცია და მე ამაზე მუშაობ და ამიტომ გვერდზე აღარ უნდა გავიხედო მე მუშაობ მინიმალურ საათებს და თუ რაღაც მაქვს თანაზოგიან რაღაც იქვე გავიქცევ ან ვიმოგზაურებ ან პასუხისგებლობები მეც მაქვს, მაგრამ ის რომ იყო ძალიან ბევრი წელი 18 საათი მეც მუშაობდი, თუმცა ამ ყველაფერმა არ მომიტანა ბედნიერება მაგალითად და არ მიყვარდა ყოველდღიურობა, რადგანაც სულ რუტინად მექცა ამდენი ნამუშევარი და მე რასაც მუშაობდი და ზოგავდი მაგალითად იმას არ მქონდა ჩემთვის ბედნიერება. სტრესული არის ნიუ-იორკის ცხოვრება
და შენ კიდე ამ ყველაფერს ემატება ეს, მაგრამ მათ ჩემგან განსხვავებით აქვთ დანაზოგი შემოსავალი სტაბილურობა. ანუ აქ თუ იმუშავებ, გექნება თანხა აუცილებლად. მაგაზია საუბარი ზუსტად რომ ადამიანებმა უნდა ხო, სადაც ხარ, იქ ცხოვრობ, იქ არ მუშაობ რა. ანუ ის არ არის რომ ოჯახმა გამოგზავნა სამუშაოდ იქ და შენ აქ მუშაობ, ისინი იქ ცხოვრობენ, ეგა უსამართლოდ არასწორია სისულელი. შენ ცხოვრობ, ხაგდანა იცხოვრო. იცხოვრო ნიშნავს გარემოც იცოდე, მეგობრებიც ყავდეს და დასვენების დღეებიც კონდეს და გაერთებთო კიდე. აი სხვათა შორის ის ხო არის. შიდა მოგზაურობაც იგივე რა. იმატონა გეთხრა. როცა მომლელად მუშაობ თვეში ერთი დღეა გზობს დასვენება ისა ეხა გუშინ ერთ ჩემ მეგობარი არის ჩამოსული საქართველოსთან თავის ოჯახთან ერთად მას შეხვდი და ნუ მათ მოაკითხა ერთმა პიროვნებამ რომელიც აქ ცხოვრობს და კომპანიონად მუშაობს ესეც ოღონდ აი შენსავი დაახლოებით ძალიან დაბალანსებული აქვს რა ისე მუშაობს რომ ნუ ზოგჯერ ღამეა ზოგჯერ აი მაგრამ თავისთვის დროს იტოვებს რომ ანუ უბრალოდ გაერთოს, გაატაროს დრო, თავისი დრო კონდეს ამ ქალაქში რა. წავიდეს, წამოვიდეს რაღაცა. ძალიან რთულია ბალანსის პოვნას. არ მე მქონდა პროფესიული გადაწვა წლების წინ და მაშინ დავაფასე რომ ბალანსის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია და ქართველები მუშაობენ ბევრს ძალიან პატიოსნად აქ, ვისაც მე ვხედავ, ძალიან ბევრს ძალიან პატიოსნად და შიში აქვთ ძალიან ბევრი ბარიერია იმის რომ ადგილ უბრალოდ და ესე ცხოვრება დაიწყო, იმიტომ რომ შენ გაქვს კულტურული განსხვავებულობა. ყველა არ ჩამოსულა ჩემნაირ ბექგრაუნდით, რომ ხან ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი, ხან იმ ქვეყანაში ვცხოვრობდი, მქონდა 1000 მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაცია, დავაგროვე ეს მიმღებლობა მათ მიმართ, მაგრამ ყველა არ ჩამოსულა ამ ბექგრაუნდით, ძალიან ბევრი შიშია. ასაკიც, გამოცდილებაც, ასევე ის რომ ბევრი ადამიანი აქ მოდის მომზადებელი არ აქვთ ის უნარები, მაგალითად საჭმელი გაიმზადონ ან ლონდრი გააკეთონ ან რაღაც და ოჯახში მიჩვეული ესე რომ ვთქვათ ყველაფერს სხვა გიკეთებს კულტურულად მზაობა აქ სხვანაირად გიწევს და მესმის თუმცა იცით რა არის არ ყველაზე მარტივი არის მაგალითად რაღაცებზე წუწუნი და კომფორტის ზონა შეიძლება ექცეს ადამიანებს ეგ მაგრამ მე სულ ვცდილობ რომ სულ მოვიყვანო მაგალითები უთხრა ხალხს რომ არსებობს სხვა ალტერნატივა რომ არ გადაიწვათ და რაღაც წლების შემდეგ არ დაგჭირდეთ ფსიქიატრთან კონსულტაცია ან გულის შეტევა არ დაგემართოთ რომ ამდენი ნაგროვები ცხოვრებამ გაიაროს უცებ ესე წამში და მოაჩინო რომ მე გჭირდება მომლელი შენ გულისხმობ ანუ არანაირად არ უნდა რაღაც დეფინიცირ გავაკეთო სხვა სამსახუროები და ავყო და რაღაც ყველა იღებს მის შრომაში ანაზღაურებას, ესეც მინდა, მაგალითად, როცა მე მეუბნებიან რთული სამსახური მაქვს რა, ყველასთვის რაღაცები არის რთული, ვიღაცისთვის ჩემი საქმე შეიძლება იყოს რთული და ვიღაცისთვის მე ვფიქრობდი რომ რაღაც იყოს ჩემთვის რთული, მაგრამ შემთხვევაში მე როგორც ფინანსური ვიციო ძალიან კარგი ანაზღაურებაც აქვს მძიმე შრომაში, კარგი არ არჩება ანაზღაურების კარგი. თუ ფიზიკურად მუშაობ, მით უმეტეს საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვს და მაშინ რომ ხო მეც არ შემიძლია ხელებზე შემოხვიდე თელი ცხოვრება მე აგიყვანთ მოგატარებთ ყველას და მახსოვს ჩემ ერთ-ერთი პირველი დაგეხმარებით ყველაფერს საბუთების გაგზავნა შეძლეს და ყველაფერს რასაც აზიარებ თუ დააკვირდით დაწყებული სახელმწიფო დახმარებებიდან დაწყებული დამთავრებული რაღაც უფასო ლატარიებში ბროდვეის შოუებზე ყველაფერს არ ვიშურებ მართლა კონსტანტინ ეხა მოგვიყევს უფასო იმაზე რა ქვია AC-ზე უფასო კონდიციონერები 15 უკვე დაიწყო 15-დან იწყება ვიღება მოკეთ ნიუ-იორკში შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ კონდიციონერები ცხოვრებაში ერთხელ ოღონდ განცხადების გაკეთებიდან 80% გამოცვალა ანუ $8 გაძლევენ ცალკე, $500 ცალკე კონდიციონერში. სახელისთვის გამოიწახეთ და აქ მოვიდა. კი და ეს აქვს ეს უკვე წლებია ეს პროგრამები აქვს. არა, ჩვენ ბეიონი არა, თქვენ სამწუხაროდ წინ. მოწყადი ჯუპიონი და ვამბობ რომ ამ ქალაქს მოვიწყლოთ. პრინციპში აქ
ემიგრანტობა არც გადაამოწმებენ. ემიგრანტობა არ ითვლება მოწყვლადობა? გაჩნდა როგორი ემიგრანტობა? მე ზუსტად ძირო ჩემს ერთ-ერთი კოვიდის პერიოდში უნდა მოგიყვეთ, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი რომელმაც დახარჯა უდიდესი თანხა და წლები იურისტი არის, კალიფორნიაში დაბადებული გაზრდილი აქად მოვიდა, დაოჯახდა და კოვიდის დროს არ გამოადგა მისი განათლება. და ძალიან ინერვიულობდა, რომ ამდენი ვისწავლეო და ახლაო მეუღლე მუშაობს და მე სახლში ვარო და აქ არ ვყავთ ამერიკელ ქალებს ეს განცდა. და მეთქი ესე care-ს არ გინდა ბავშვები რო გიყვარს, მეთქი დარეგისტრირდე და რაღაც შენი social security ხო გაქვს მეთქი ამერიკელი ხარ. და ვარ რეგისტრირდა ეს გოგონა და cash-ზე იპოვე სამსახური. და რაღაც ვხდიდნენ $5 to $19 იქვე მუშაობდა მაგას და მის ბედნიერება საზღვარი არ ქონდა, დინერი გააკეთა და ყველას მოუყვა, რომ აი ამ ემიგრანტმაო დამასაკმაო care-ს არც ვიცოდიო ხალხნოს ასეთი რამე თუ არსებობდაო. და მოწყვლადობა ყოველთვის ემიგრანტობას არის რომ იგულისხმება სამსახურს რა ვერ იმდენი ცოდნა აქვს და გამოცდილება ბევრ ემიგრანტს დაგროვილი ამერიკაში რომ იმიტომ მოვყევი ის რომ ადგილობრივებს შეიძლება არ ქონდეთ მეტი ცოდნა არ ჭირდებათ და ასე იყურებიან კი კაცო თბილისში ჩამოსული ტურისტებს რამდენჯერ წავუყვანი ვარ მე ისეთ ადგილას სად იპოვეთ მეთქი Google-ში კი ასე რომ კი ეს ქვეყანა განსაკუთრებით მე შტატზე ნიუ-იორკზე მაქვს პირადი გამოცდილებებით მინდა გითხრათ რომ არც ერთ მომენტში არ გტოვებთ ეს ქალაქი მარტოს არანაირ პრობლემასთან ერთად და თუ გააქვთ ცოდნა სხვა სერვისებზე რომ სწორად დაწერო მაგალითად რეზიუმე შეადგინო და სწორ ადგილზე ეძებო სამსახური არ დაკარგო დრო და არ დააგროვო წარუმატებელი გამოცდილებები, რომლებიც მე ხელს ჩაგაქნევინებს, არაფერი არ არის რთული თუ დახარჯავ დროს იმაში, რომ კარგად ისწავლო და გაიგო. ხო, და თუ გერთულებათ ესეთი ადამიანებიც არსებობენ მაგისტრის რომ დაგეხმარებათ, რასაც შეძლებს ისე დაგეხმარებათ, დარწმუნებული ვარ. რასაც ვერაფერ წერ. არა, პირდაპირ წერ ხო. რაღაცა სერვისები ხო ისედაც რაღაც დაგიჯდებათ, მაგრამ ის ექსპერიენსი, ის გამოცდილებები, რაც გაკლიათ ცხოვრებაში ამ ქალაქისგან, ნამდვილად ღირს, რომ მიიღოთ და ისეთ ფასად. ისეთ ფასად დავამატო, რომ ხო, წეღარ რო თქვი ძალიან როცა გამოცდა ჩავაბარე, ესა როცა ლიცენზირების ბოდიში ერთი წამი მე ვიტყვი რა, მე ვიყავი ტურზე კონსტანტინესთან ერთად და ეს არ არის წეღანაც ითქვა და ეს არ არის მართლა ჩვეულებრივი გიდი რომელიც წაგიყვანს და ან Times Square-ს განახებს ან რაღაცა ეგეც ეს არის სრულიად სხვა გამოცდილება ბევრად საინტერესო ბევრად ესეთი დისკურსებით ისტორიულით და ასე შემდეგ ბევრად სხვანაირად გაიცნობთ ამ ქალაქს ისე რომ შეგიყვარდეთ ეს არ არის რომ ნიუ-იორკში ვიყავი არა რატომ უნდა გვიყვარდეს ეს ქალაქი დაახლოებით მაკეთკენ მიდის ხოლმე კონსტანტინეს ტურები ასე რომ თან აბსოლუტურად მინიმალურ ფასად დარწმუნებული ვარ რომ აქ ფასად ყველაზე მარტივ ტურსაც ვერ ნახავთ ნიუ-იორკში ვისაც არ უნდა დაუკავშირდეთ. და ნუ და იცოდე საცხოვრობ რა ხდება ხო, თუ ცხოვრობთ მით უმეტეს ნიუ-იორკში ძალიან გჭირდებათ რომ ეს ქალაქი უფრო მეტად შეიყვაროთ, ვიდრე გიყვართ ამიტომ ნაკლები სტრესი გქონდეს. ხო, ნაკლები სტრესი იყოს თქვენთვის გადაადგილება. პრობლემა გაგიჩნდათ რა. საერთოდ დაამატეთ ნიუ-იორკ თოლკ-ვოკერი. არა, ფიჯერ გადააკეთეთ და დაგაფოლოვებენ. აი, ესეც ერთ-ერთი ის არის, რომ იმდენად არ მქონია გამოცდილება გულისხმობ რომ აი, ამაში რაღაც სოციალურ ქსელში და რაღაც იმდენად მთელი გულით დავიწყე ეს ყველაფერი და ესეთი ხო დავემთხო ეგე ჩავაწერე. მაგრამ ეს გულწრფელობაც და ეს რომ უბრალოდ ენთუზიაზმზე არის, ეგ მაგაშიც გამოსჭვის. ასე რომ ეგ არ არის თქვათ ცუდი მომენტი შენ შემთხვევაში. იქ ადამიანი რო კითხულობს, რო ხვდება, რომ ეს არ არის ვიღაც სოციმედია მენეჯერის დაწერილი ტექსტი, ის მისთვის ძალიან სანდოა. ხვდები? კიდე ძალიან ბევრი კეთილი მესიჯები, აი, უბრალოდ როგორ აღხსნათ იმდენი კომენტარი, პირადი მესიჯები, რომ არაფერს არ გთხოვს ადამიანი, მაგრამ გამოგზავნილი
ამდენი მესიჯი ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ამას რომ ვკითხულობ ადამიანს არაფერს არ გიკითხე უბრალოდ მადლობას გიხდის მადლიერება ეს არის ყველაზე დიდი мотиваცია ჩემთვის და აი საქართველოს და რო ყოლია მაგალითად ჩამოყვანილი ხალხი ვისაც უნდა ჩამოვიდეს აქ და დრო დაზოგოს და თვითონ არ მოუწიო და აღმოჩენა და არ დაიკარგონ და ეს მოგზაურობა ვიღაცამ რაღაც არ მოპაროს და იცოდნენ მოკლედ დროში მაქსიმალური ნახონ და დაბალ ფასად აი იმადგან უკვე წასული აქედან მაგალითად საქართველოში დაბრუნებული და მერე გაზიარებული ემოციები რაღაც დღეების შემდეგ და მადლიერება ეს არის ყველაზე დიდი мотиваცია რომელსაც არაფერი არ შეედრება ჩემთვის ასეა გეთახმები კრუიზის ბილეთებზე მოგაკითხეთ ხახნო კრუიზის ბილეთებზე კრუიზული მოგზაურობა მე საერთოდ არც მიფიქრია ოდესმე თუ ევროპაში არ ვიცნობდი ხა საკრუიზო რაღაც ახლა მოახლოებული კრუიზი რა არის ყველაზე მოახლოებული რაზეც მაქვს ბილეთები ნაყიდი არის სექტემბერში უკვე ჯგუფი მყავს და მაქვს კიდე 4-იანი ვარს ზაფხულში ან გაზაფხულში ზაფხულში ნიუ-იორკის ტურები აი ზაფხულში ვერ დავტოვებ აქ ხალხს თუმცა მინიმალური წარმოუდგენლად მინიმალურ ფასად 24 სართულიან გემში სასტუმროს ოთახში ხარ გაქვს ყველანაირი ბენეფიტი ჯაკუზები უფასო შიდა აუზი გარე უფასო ყოველ დღე იღვიძებ ახალ კუნძულზე და აჩერებ ახალ სახელმწიფოში ესწრები ბროდვეის შოუებს უფასოდ არის 1000-ზე მეტი დიდი დარბაზი ბროდვეის შოუებს და რესტორანში საღამოს გადიხარ სადაც გაქვს 24 საათიანი კვება რესტორანში ბუფეტში წყალი ყავა სხვა დანარჩენი ანუ ცხოვრობ რაღაც სხვა განზომილებში და რაც მთავარი არ გიწევს ამ პარკის ანუ ტრანსფერი ერთხელ მიდიხარ პარკს დადებ და მე ყოველ დღე ახალ ქვეყანაში იღვიძებ და მართლა განტურთვა გაქვს და ხედავ 6500 ადამიანი იყო წინასწარ და ამდენი ადამიანი უმეტესობა კანადიდან არის და ბრიტანეთიდან აი წამითაც არ ჩერდები ოთახში ჯერ მზის ჩასვლა და მზის ამოსვლა თუ ასეთი ლამაზი იყო ანუ ზოგადად მაშინ გავჩუმდი და უთხარი ჩემთვის რომ არაფერი არ გაქვს ცხოვრებაში ნანახი მეთქი გააჩვმე ენა ასეთი სილამაზე თუ არსებობდა მეგონა რომ არ ვიცი რა თვითონ იქ რა ხდება ხოლმე კრუიზის მსვლელობისას რაღაცა გასართობი ღონისძიებები ტარდება რაღაცა კი ყოველ ღამე არის თემატური საღამოები გალა არის საცეკვაო მაგალითად როკ-ენ-როლის საღამოები არის რა ვიცი რაღაც ნეონების ყოველ წუთში ყოველ საათში არის ბევრი საშუალება რომ შენ მაგალითად თუ არ გინდა ცეკვა წახვიდე და სხვა ენა ისწავლო შენ თუ საერთოდ ხმაური არ გინდა იოგაზე ახვიდე ზევით და ან ჯიმში მიხვიდე ან ჯაკუსში ჩაწვე აი ყველა იპოვის მის თვის სასურველ რაღაც და რა ფასიანია ეგ ტური შენთან ერთად ფასი ხარ ვიტყვი იმიტომ რომ იცვლება სულ რაც უფრო გვიანი ყიდიან უფრო ძვირი კი მე რა ჯგუფები როცა მყავდა მე თანამშრომლობ უკვე ამ კომპანიასთან მაქვს უკვე მათი ოქროს ბარათი და იმდენჯერ ვიყავი და მე ვეხმარები ადამიანებს რომ ჯერ ერთის კრუიზში რომ მიდიხარ ხახნო იმხელა არის გემი პირველად რო ვიყავ წასული დასრულდა კრუიზი სანამ ეს ვისწავლე ყველაფერი გადამყავს ბაჰამის დედაქალაქზე ამყავს ჩანჩქერზე ვასწავლი იქავ ისტორიას აი κουინს რაღაცას ეს მე მიმყავს იქ ადგილობრივ ექსკურსიებში სადაც თვითონ თანხა უნდა გადაიხადონ ეს ან თვითონ ვერ მიაგნებ იმიტომ რომ იქ ინტერნეტიც არ იჭერს გადამყავს მაგალითად Universal Studios-ში როცა ფლორიდაში ვაჩერებთ კერძო კუნძულზე აჩერებს სადაც გადამყავს ეს ხალხი და მე ვარ მათი ექსკურსი ვუჯავშნი არ გამოეპაროთ ბროდვეის ბილეთები და ასე შემდეგ ეხლა დღევანდელი მოცემული ფასით არის $800 ეს რამდენი ხნიანია ერთი კვირა 7 კვირას ბრუკლინიდან გავდივართ და ვუნდებით შემდეგ კვირას უკან ისევ ნიუ-იორკში და რას მოვივლით მოვა პირველი მოვივლით Universal Studios ფლორიდაში კი ბატონო როგორ მინდა მაქალაქის ჩვენ გავჩერდებით კერძო კუნძულზე რომელიც ააშენა კარიბის ზღვაში კომპანიამ და ეს არის რაღაც 60 დღე უკვე მენატრება უკვე ერთის მოგცა და
ასევე ვაჩერებთ ბაჰამის დედაქალაქში ნასაში, სადაც მთელი სრული დღე გვაქვს, გადავდივართ, ვათვალიერებთ ძველ ისტორიულ პირატების ისტორია, რაც ფილმებში გვინახავთ, ყველაფერს ეს მოვივლით, იქაურს და მე გადავდივართ იმ გამჭვირვალე წყლებში და ის ლაჟბორდოვან ოკეანეში და მე ისე ბრუნდებით უკან. ძალიან საინტერესო ჟღერს. კი, რა თქმა უნდა. ნიუ-იორკიც არანაკლებ საინტერესოა. ანუ ვისაც ზღვის დაავადება აქვს, შეუძლია წამოვიდეს, იმიტომ რომ გემი იმდენად დიდია, რომ იმდენად დიდია, გემი თან ყველანაირად აღჭურვილი არის იქ ექიმიდან დაწყებული, ეს არის საერთაშორისო კომპანია და იქ ყველაფერი არის გათვლილი. მაგრამ ნიუ-იორკის ტურებზე წამოვიძანდით, რომ მეტი გაიგოთ. და იქ მოგვიყვება. ყველაფერს ყვები, მე რასაც მეკითხებიან, რას არ ვიშურებ ჩემს გამოცდილებას. წამოვიდეთ ნიუ-იორკის ტურზეც, მე მგონი არანაირად არ მაგარი სეზონი გველოდება, ეხლა ნიუ-იორკი ხვდება სასწაულად წელს. აქ ერთი კითხვა მიწერია შენთვის მომზადებული, მაგრამ ორივეს გკითხავთ, ცოტა რაღაცნაირი კითხვა კი, მაგრამ მაინტერესებს, როგორ ახსნიდით ნიუ-იორკის ჯადოსნურ ხიბლს, ანუ რაში მდგომარეობს ეს მისი მაგიურობა შენთვის და თქვენთვისაც რაღაცა კონკრეტულში ხედავთ ამას? ვიცი რომ არ არის მარტივი კითხვა, მაგრამ ცოტა ისეთია, რაღაცა ხო აქვს. ის რომ წერანაც ახსენე რომ ყოველდღე ხარ ყოველდღე გაქვს რომ შენ ცოცხლობ და არსებობ. იმდენად დიდი არის ეს ქალაქი, რომ ყოველდღე ფეთქავს და შენ რაღაც უდიდესის პროცესში ხარ. ის რომ ყოველდღე ამდენი მრავალფეროვნებას ეხები, ხედავ ამდენ კულტურას, შეგიძლია იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო, ნიუ-იორკი არ დატოვო ისე, სადაც 200-ზე მეტი დიალექტია. ის რომ ყოველდღე გწვრთნის ეს ქალაქი, გამზადებს, გაძლიერებს და ისეთ უნარებს გინდა თუ არა გიყალიბებს, რომელიც ნიუ-იორკი, სადაც არ უნდა გადახვიდე, ყველგან გამოგადგება. შენ იქნება რაღაც გაწვრთნილი ფოლადი, სადაც გექნება ამდენი უნარჩვევები, როცა არ გინდოდეს ავტომატურად მაინც. ყოველდღე უყურებ 1000 ისტორიას, მაგალითად ერთ მეტროს ვაგონში შეიძლება ვიღაც შემოვარდეს და გითხრას 1000 კომპლიმენტი და მეორე გაჩერებას ვიღაც შემოგივარდეს და გაგლანცხოს. ხო, რაღაცა დაივერსიტის ვარიანტი ხო? გონია რაღაცა ფილმის და ერთ-ერთ ნიუ-იორკელებს დასცინია. ქარაქტერად და ყველა კინო ნიუ-იორკში ხდება რა. დროს აფასებ და მეგობრობას აფასებ, ასევე ურთიერთობების გადაფასება, ანუ იმდენად ლიმიტირებული გაკ დრო აქ და იცი რა მნიშვნელოვანია დასვენებისთვის, როცა ისვენებ და დაისვენო ბოლომდე. მეგობრებ ყალბ ურთიერთობებს ცილდები, იმიტომ რომ ამისთვის დრო არ აქვს. პირდაპირ ხდები, იმედგაცრუებული და ემოციებს გამოხატავ, შენი თავი ხარ, ანუ როგორიც არ უნდა იყო, ისეთ გიღებს ეს ქალაქი და უყვარხარ. აქ არის თვითგამოხატულობის ყველაზე მაღალი პიკი, სადაც ეს არ ითვლება ცუდ ტონად. ნიუ-იორკი იღებს ისეთ შენი წარსულით ნებისმიერი გამოცდილებით, როგორიც ხარ და გაძლევს საშუალებას. ხო, აქ ნიუ-იორკი გაიძულებს ჩემი აზრით თანაცხოვრებას, ან გაიძულებს იმ ხრივ, რომ ნიუ-იორკში შენ იძულებული ხარ თანაცხოვრება შეძლო ისეთ ხალხთან, რომელიც შენგან კარდინალურად განსხვავდებიან. ეს შეიძლება ვერ შეძლო ვერც ერთ სხვა ქალაქში, მაგრამ შენ ნიუ-იორკში ვერაფერს ვერ უზამ და ვერაფერს ვერ დაუშავებ, არ მოგცემს ეს ქალაქი მაგის უფლებას, თუნდაც შენ მოსისხლე მტერს სხვაგან. აი ადამიანები, რომლებსაც თავის ქვეყანაში ომი აქვთ, შეიძლება მე მინახავს ეგეთი ხალხი ერთ ოფისში მუშაობენ. ორივე ომს არის გამქცეული, თავთავის და ის ქვეყნები ომობენ. ეხლაც არ დავასახელებ. ძალიან დიდია. რა არის? ეს შეიძლება ვერ შეძლო ვერსაც სხვაგან, მაგრამ ნიუ-იორკში შენ სხვანაირად ვერ შეძლებ უბრალოდ. მე ეს დავინახე რაღაც. მიღებულობას გიზრდის. ხო, acceptance სამყაროს მიმართ ძალიან გეზდება და კი და ყველაფერი დაფასებული ხდება, რასაც აკეთებ. აი ბატონო, თქვენ რო ჩამოხვედით, რა იყო თქვენი პირველი შეგრძნებები კონკრეტულად ნიუ-იორკზე და მე პირველად ჩამოვედი 95 წელს.
8 შტატი მოვიარეთ და მე ჩამოვიდი ბონში და ეხლა არ ვიცი კითხოთ ის პირველი შეგრძნება როგორი იყო თუ მე მაშინდელი 95 წელს ნიუ-იორკი იყო ისეთი რა მანჰეტენის საშინელება იყო რაღაც კრიმინალურიც, ბინძურიც, რა ვიცი, ხალხი დადიოდა. იყო რაღაც კლუბები, ამ კლუბები, სტრიპტიზ კლუბები, საოსერის ცენტრალური ისა მე გაიწმინდა ბევრი რაღაცა. მე იმის წინ ეს ბაუნსერები და აქ შემოდი და რაღაც ისეთი იყო. შეგაშინებდა ცოტა. არა, ხო, თან სიბინძურებთან, ხმაურითან ისა და იმ წყნარი ამერიკის მოვლის მერე იყო ეს იყო რაღაც ისეთი კონტრასტი, აი აქ რატომ დაიწყორო. როცა ამერიკაში 50 სხვა ქვეყანა, ყველა წყნარი, ყველა სუფთა, ყველა მოვლილი დალაგებული. და ეს აგიჟეთი ჩვეულებრივ. ეს აგიჟეთი ხო. მაგრამ მე აი როცა უკვე მე დაბრუნდით შეგეცვალათ ხო ცოტა დამოკიდებული. თვითონ ქალაქით შეიცვალა რა თქმა უნდა. ბევრმა რამემ გამოიწვია ის რომ მე თქვენ როგორ შეგცვალათ? ხო, არა, ბევრ რაღაცას ცვლის რა თქმა უნდა ადამიანში. მე ისე ვფიქრობ მამხაზი სადაც ამერიკელი იყო. ნიუ-ჯერსიში. არა, ისედაც გქონდა რაღაცა სამუშაოს ფაქტიურად და მე გადავდიარ ისედაც ყოველდღე. მაგრამ და გაც მიცხოვრია ისე რომ გითხრათ რომ ისე მაგრამ რა თქმა უნდა ნიუ-იორკი რაღაც მუშაობ დიდ ცხოვრების დიდ ნაწილსაც იქ ატარებ ხო? კი. ხო, ალფრომეც მე მგონი ოფისში ატარებთ ვიდრე სახლში. ხო, რა თქმა უნდა და რა ვიცი, ცვლილება მაგაზე ადრე ვისაუბრეთ, იყო რა ვიცი, მენტალური ცვლილება ძალიან დიდია საერთოდ რა, მიზნები ქვეყანას სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და იქაურ ქუდს იხურავ თუ იქაურ ღირებულებებს იზიარებ ძალიან იცვლება ეს გაიხლა მე მაგალითად აი უცხოელი სტუმარი მყოლია თბილისში ჩამისვას მანქანაში და მივლია საშილად ყველანაირი დარღვევით რა ვიცი ორ მხრივი ღერძულა ხაზი კი არა ყველაფერი გადამიგდ ტროტუარზე ავსულვარ და მეორე რაღაც ეს ჩვეულებრივი რაღაცა თბილისური ტარება რა იმის წარმოუდგენელი აქ რომ მსგავსი რამე გავაკეთო კი არა რა ვიცი აი ვიღაცამ რამე პატარა ნაწილი გააკეთოს იმისი ხო თავის რედ ფლეგები აქვს ამ ქალაქს ფეხით მოსიარულე არის მეფე მას ამას ჯეი ვოკინგ რომელიც უკვე კანონის დონეზე მოხდა ცვლილება სადაც აქამდე ხო ნიუ-იორკელების შუაში უნდა იდგე მას აქამდე იყო მიღებული გადაჭრა ჰაივეიზე არის აქვს საუბარი ჩვეულებრივად გადაჭრა ეხლა უკვე კანონის დონეზე მოხდა ამის უკვე დაკანონება რომ ამას ეძახიან ჯეი ვოკინგს შენ თუ ჰაივეი არ არის გზა შენია ისედაც გადავიწე სხვა პრობლემა არ აწუხებდეს ქალაქს თუ არ ხედავ მოდიან და გარტყან პირდაპირ მეც ამას ვაკეთებ და ყველა მაგას აკეთებს ფეხით მოსიარულე და კიდე ეხლა სიტი ბაიკის აუ ბაიკები ყველაზე მეტად მიშლიან ნერვებს ბაიკი არის უფრო მტერი фехით მოსიარულის ვიდრე მანქანა რეალურად ნო უყურება ხოლმე ანუ ფეხით მოსიარულე ეს კი ეხლა უკვე დაკონენ ნომუსები არიან მანქანას გაცნობიერებული აქვს ის რომ მე-7 ხარისხოვანია მით უმეტეს მიდთაუნში თუ ხარ მე-7 ხარისხოვანი ხარ მძღოლი რა ველოსიპედსაც უნდა დაუთმო ფეხით მოსიარულესაც უნდა დაუთმო ყველას და ყველაფერს შენ უნდა დაუთმო ასეც უნდა არა მე თვითო ჩამოხვიდე მე არ ვიცი მანქანის შეწფეხით უნდა მოდიოდა წესით მაგრამ არ მოდიოდა აი ყველგან ნიუ-იორკში ყველგან როცა მიდის ანუ მე მესმის მე არ ვიცი მანქანის მართვა და ძალიან ეხა სუბიექტურად ესე ვლაპარაკობ ეგოისტურად მაგრამ ყველგან მეტრო მიდის თუ ყავს მანქანა შენ ამას უნდა ჩემი აზრით უნდა იყენებდე ან გეხმარებოდე სწრაფად გადაადგილებაში მოშორები ცხოვრობ ქალაქიდან და მაგალითად ნიუ-ჯერსიდანია რომ ან ამით მუშაობდე უბერზე ან ლიფტზე ან სადღაც ან ეს უნდა იყოს შენი ერთ-ერთი შემოსავლის წყარო და უბრალოდ ლაქშერად არ არის სხვა შემთხვევაში უნდა იხდიდე მანქანის ხოლმე ხო ის თოლები და ძალიან ძვირი გახდა ეს ფეხი მანჰეტენზე შესვლა ნებისმიერი ხიდიდან ფასიანი ნებისმიერიდან ხო კი იქ გადაადგილება მოგმოვა მითაუნში ახვალა იმაში შეიძლება $100 დახარჯოთ ხიზო მოიარო ესე
კავიდან მაგრა გამაღიზიანა მეთოვლებმა, იმიტომ რომ მეთქი ანუ გზაში ფულს რატო გახდევინებს ვიღაცა. მეგონა კერძოა ეგ საერთოდ არც ვიცი. არა სახელმწიფო. ხო და ეხლა მე მივხვდი რომ რეალურად მაგისთვის არის რომ ცოტა დააბალანსოს რა თუ ძალიან არ გჭირდება ეხლა არ არიული მანქანიც და ცოტა შეგზღუდავს რა მაგ მხრივ ეს. სახელმწიფო სიარულეებისთვის იგეგმებოდა დოლარით დაჩარჯვა, მოკლედ აქამდე ხო ქუჩები იკეტება ახლა მithumetes ახალი სეზონები მოდის დედამიწის დღე გვიახლოვდება იქ ბევრი კონცერტი გველოდება მანჰეტენზე ცნობილი ხალხის რომელიც უფასო იქნება ან ქრისმას პერიოდშიც ხო იკეტება ქუჩები და რაღაც იმისთვის რომ ბევრ ადამიანს ესე იგი ჩარჯი დოლარზე იყო ლაპარაკი რომ იმდენად ბევრი ადამიანი მოძრაობს და ვისაც გინახავთ Times Square-ზე რასაშინელება და როგორ ნელ-ნელა ყველას ფიქრობდნენ რომ დოლარად ანუ ფეხით სამავლო გზებში შესასვლელი ცალკე გააკეთებინათ და დოლარი სიმბოლურად დაეჩარჯათ ხალხი რომ როგორც ტოლები არის რაღაც დამატებითი ჩარჯი ესე შენ მე ხო რეალურად პირიქით ვერ იქვე და გაიწვიეს უკან. ანუ მე იყო განხილვა. უნდა გადამიხადო ნაკეთ რომ მანქანა არ მყავს. აი ეს ტოლების პერიოდი იყო, ტოლები დარჩა, მაგრამ ეგ ხალხზე ვიყენებ არაფერს ანუ. იქვე გაიწვიეს უკან. ადგილები არის, მანჰეტენზე ვერ გაიწვია ეს. ხო, ვიცი. ვერ გადაკვეთავ შუქნიშანს, იმიტომ რომ შენი რიგი არ მოვა. და იმის დაკეტვას ფიქრობდნენ და თუ შენ გექნებოდა ეს კომფორტი რომ ფეხით უფრო სწრაფად გევლო, შენ ამაში დაიჩარჯებდი, მაგრამ რა გვინდა ეს ცოტა ჰაილაინი გვაქვს და მანჰეტენის რაღაც მონაკვეთი მანქანებისთვის დაეკეტა და რაღაც ბალანსი, მაგრამ რა თქმა უნდა ნიუ-იორკელი გადაახდებოდა რა თქმა უნდა ეგ და ამაში არც გადაიხდიდა, თუმცა ესეც კიდე უნდა ვახსენო რომ Times Square-ი ეს ისღებათ ნიუ-იორკელებს საშინლად და ცალკე რუკები არის შიდა ჯგუფებში გაზიარებული, რომ რაღაცნაირად ისე ითვლება, რომ აი ტურისტულ ზონებისგან იცით, რომ აქ თავი აარიდო და აქ გაწვრე და აქ გაორია და ეგ უზიარებენ ერთმანეთს, როგორც წარმატებას, რომ ვაიმე ხა ეგ ნელად მოსიარული ხალხი და რაღაცეები არის და აქედან გასწავლით როგორ გაჭრათ გზა. არა, მე მესმის ნიუ-იორკელებს Times Square-ი რო ეს იწყებათ, იმიტომ რომ ამის მე შემზისხდეს რო ქვია. რუკით გაშლილი ტურისტი რომ მოდის და შენ გეცადოთ გეჩქარება და ხო. ცოტა ჩვენს გეგმებზეც რო ვისაუბროთ, შენი ასე ვთქვათ ბიზნესის გეგმებზე რამეს ვისის დამატებას აპირებ, თუ აი რა საფხულში აპირებ რომ ნიუ-იორკის ტურები გქონდეს და მე სექტემბერში კრუიზი ხო როგორც მეთქი. იცით როგორ არის იქიდან გამომდინარე რომ ბევრი არის მსურველი ჩვენ მაგალითად თუ მეუბნება ზამთარში ვინმე რომ წამიყვანე ნიაგარას ჩანჩქერი მანახი იმის გამო რომ მე ფული ავიღო ამას მეუბნები რომ არა იმიტომ რომ ამ დროს არ უნდა წახვიდე ყველაფრის დათვალიერება უნდა ხდებოდეს სეზონების მიხედვით იმიტომ რომ შენ თუ მიდიხარ იქ შენ უნდა ნახო ის ადგილი ყველაზე მაგარ სეზონზე მე ხა თავნასთან და ლევანისთან ერთად იცი რა მაინც მე დაწყდება გული რომ იმ დროს ნახავს მაგალითად ნიაგარას ჩანჩქერი აღარ არის ისეთი ნაკადით არ მოეწოდება რადგანაც მეურნეობას უკვე გადაყვანილი აქვს სხვა არხები და შენ თუ მიდიხარ იქ უნდა იცოდე რომელ დღეს უნდა წახვიდე რომ შენ ნამდვილად ესეთი წნევით ნახო ეს ჩანჩქერი და არ დარჩე მერე გაწოდებული ის რომ თავისუფლების ქანდაკებაზე მიდიხარ და შეგიძლია ახვიდე და გვირგვინში მოხვდე მუშაობთ იმაზე რომ დავაბრუნოთ რაც ზამთარში არ ხდებოდა მაგალითად ჩანჩქერების ტური გვექნება სადაც ნიუ-იორკში შტატში ერთ დღეში განახებთ 5 ჩანჩქერს რომელიც ნიუ-იორკშია ერთ დღეში სრული დღე იქნება შტატში დილით გავალთ და მოვლით ნიუ-იორკის შტატშია ხო ნიაგარა კი ის არ იქნება ის უფრო ეს იქნება 5 ჩანჩქერი ასევე გვექნება ვაშინგტონის ნიაგარას ტურები ნიუ-იორკის ტურები რა თქმა უნდა მოდიფიკაცია შეგვიძლია ის გავაკეთოთ რომ თუ მაგალითად შეიკრიბება მინიმუმ 5 ადამიანი მათ აქვთ რაღაც ნანახი მე ძალიან მარტივად შემიძლია მობილური ვიყო და შევადგინოთ მათთვის ასურველი გადავწეროთ რუკა და ეს ყველაფერი დაიდება თარიღები და კრუიზი რა თქმა უნდა სექტემბერში რომელსაც ველოდებით და გვექნება ძირითადად არ იქნება ტურები მაგალითად სხვა ქვეყნებში
და ყველა ტურზე სადაც მივთითებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც მივთითებთ რომ იქ შეუძლია ყველას მოგზაუროს, მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ იქ გულისხმობ დოკუმენტებზე რომ არის რაღაც ჭორები რომ ასე არ წახვიდეთ არ შეიძლება მე ნერვები მაქვს ამის ერთი და იგივე სახნაზე დავანებე თავი ამ ყველაფერს ანუ ერთხელ როცა უხსნი ადამიანს რომ უსაფრთხო და ვიღებ პასუხისმგებლობას ამის შესახებ და ვუთითებ წყაროს რაზე დაფუძნებით გულისხმობ რომ შტატის ოფიციალური წყარო და ასე შემდეგ იქ აღებული პასუხისმგებლობით ამ ადამიანებს ვუქნით იმ კომფორტს როცა მე ვიღებ პასუხისმგებლობას მე როცა დავწერე პუერტო-რიკოს ტურზე მაგალითად ის რომ არის რისკები და რაღაცები ძალიან თხოვ ყველას რომ ყურადღება მიაქციონ მითითებულ მაგალითად მწვანე ბარათის გარეშე ან მოქალაქეების გარეშე კრუიზზე ვერ შეძლებ მაგალითად წასვლას ის რომ უსაფრთხო არის და ფრენები ეს ყველგან ამას უთითებ და ყველანაირ რესურსს გამოვიყენებ იმისთვის რომ აი მართლა არ დავიხლები ამის გამეორებით რომ ხახნო ძალიან ბევრი რაღაც არის სანახავი და არაფერი არ არის ესეთი ტრაგიკული და საშიში, როგორც ჩანს უბრალოდ მისდიოთ real ID-ის აღებას და სურვილი გქონდეს. განწყობას მე შეგიქმნით. ეს გეგმები გვაქვს და მიმდინარეობს საუკეთესო სეზონის შერჩევა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენ წავიყვანთ. ეს იქნება შტატების შიგნით ტურები. ლას-ვეგასი გქონდა საოცარი გამოცდილებები, ეს იყო რაღაც არ ვიცი, უნიკალური გამოცდილებები. ვაშინგტონი, ეხლა ჩანჩქერები დაგვემატება, კრუიზი და ყველგან ესე ვთქვათ, შეგვიძლია დავგეგმოთ ჩვენთან ერთად ტურები. გადასარევი. მე იმედის ვიტოვებ, რომ აღმოჩნდებით. აუცილებლად გეპატიშებით. მარტინ თელსოფის გეპატიშებით. ეს პოდკასტი იქიდანაც ჩავწერათ. და ძალიან მართლა აღარ მომაყოლიდან ნიუ-იორკზე რაღაცები და აი და ძალიან გამეხარდება. ხა თქვენ ხო დამპატიშეთ, მეც გეპატიშებით. ძალიან. კი ბატონო. ბატონო მოხდა, აი ჩვენზეც რომ მოვყვეთ. USAID Access ქართულად Rem Growth FinCorp ეს ჩვენი პლატფორმები, რომლებიც წელს ჩაეშვა და საკმაოდ წარმატებით, იმიტომ რომ უამრავი მეგობარი და დაინტერესებული ადამიანი შევიძინეთ, დავუახლოვდით, მომემსახურეთ, დავეხმარეთ ეს ყველაფერი სალამაზი და საინტერესო იყო, მაგრამ მოლოდინები გააჩინა ამ ყველაფერმა და რას უნდა ელოდოს ხალხი ჩვენგან თუ გვაქვს რამე გეგმები რომ გავუზიაროთ. კი, რა თქმა უნდა. ახალი სერვისები დაემატება და რამდენიმე ახალი სერვისი მაშინვე დაიწყეს მუშაობას, როგორც კი ოფისი განახლის მუშაობას რამდენიმე დღეში. ერთი არის ARS-ში და შტატში წარმომადგენლობა ფინანსური დავების გადაწყვეტა, ან დავების წამოწყება და გადაწყვეტა გადასახადის განახდელის წარმომადგენლობა ესე ვთქვათ. ამაში რა იგულისხმება დაჯარიმებული ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, ხო რომ მათ ან ნაკლები გადაიხადონ, ან არ გადაიხადონ თუ არ ეკუთვნით. საერთოდ არ გადაიხადონ ნაკლები, ან თუ გადასახდელია გადაიხადონ ისეთ გადანაწილებით, რომ არ შეეთქვათ. კი, ერთი სერვისი დაემატება, მეორე ბუღალტერია ძირითადი მომსახურება ყოველთვიური კომპანიებისთვის ისედაც არის ჩვენი სერვისი, ცოტა ფართოვდება ეგა და ანუ კიდე რამდენიმე რაღაცა რაც ახალი ოფისი რემონტდება ალბათ ერთ თვეში იქნება ისიც ყოფში და იქიდან უფრო საინტერესო პოდკასტი იქნება პოდკასტი გვინდა რომ დარჩება ისედაც ყველა ვარიანტი შესამგონია რომ გავაგზავნებთ ჩვენ რასთავარია ჩვენი აპები და ელექტრონული განვითარება. აპლიკაციები, რომლებზეც გიყვებოდით, ისინი პატარა მოდიფიკაციას განიცდიან იმ მხრივ, რომ გააფართოვებენ სერვისებს და ეს არ იქნება, ხო სწორად ვამბობ. ეს არ იქნება, ეს აპლიკაციები არ იქნება მხოლოდ ტაქსების გადახდის ფუნქციით აღჭურვილი, ასე ვთქვათ, იქნება სხვადასხვა ფუნქციები დაემატება და ზოგი პარტნიორობით ხო, სხვადასხვა ხალხთან, სხვადასხვა კომპანიებთან, ხო? კომპანიებთან, სხვადასხვა სერვისის მიწოდებით, აი ვთქვათ, თუნდაც. ამდენი რაღაც საკუთა იმ ხოჩა. შრომაჩადებული წარმომადგენელი და საჭიროება. ახლა მოусმინე. ასევე ვფიქრობთ
თუ გამოგვივა ნახოთ მაგასაც მარკეტინგულ სერვისებთან ერთად თვითონ უშუალოდ სარეკლამო მომსახურებად შევთავაზოთ ადამიანებს აქ ოფისში თუ მოვახერხეთ რომ გავაკეთოთ კუთხე სადაც სტუდიურად შევძლებთ მუშაობას რაღაც საკითხებზე ამაზეც მოგაწვდით დრო და დრო ინფორმაციას ну რთული საკითხია მაგრამ ვფიქრობ რომ რა ვიცი ხო წადოთ არც თუ ისე რთულია ნახო შეუძლებელი ნამდვილად არ არის გვაქვს ყველაფერი რაც არ გვაქვს საჭიროა რაც თავარია ძალიან მოვიტანთ ყველა რესურსს და არის კიდე ნუ ესეთი სერვისი ეს არის ბიზნესს რიცხებენ ამის ლიცენზიების მოპოვება ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა და ბევრი უკვე ყავს რამდენიმე რაზეც მუშაობთ უკვე ჩვენ ლიცენზიებზე ეს არის დაწყებული food handler license და დამთავრებული რაღაც food establishment license საჭმლის რესტორნის გახსნის ლიცენზიიდან ალკოჰოლის ლიცენზიის ჩათვლით ყველაფრის ხო ეს სერვისებია რაც ძალიან პრობლემატურია ძირითადად ქართველი ხალხისთვის და ახლა წინა პოდკასტშიც გქონდა ამაზე საუბარი ძალიან პრობლემატურია და მოკლედ მოგუმართეთ გვაქვს ამის გამოცდილება და გაგიმარტივათ ყველანაირად ამ პროცესს. ასევე დარჩება რაღაცა პირადი კრედიტ საკრედიტო ისტორიების შექმნა და გამოსწორებისაც უკვე 2-3 წელია ვაკეთებთ და ბიზნეს კრედიტის და ბიზნესის დაფინანსების ასევე სერვისები. ეს არის სულ რა ვიცი ნახოთ გეგმები დიდია წარმატებებს გესურვებთ თეორია და საჭიროებაც არც ისე ცოტა რამე ვთქვით ეს არის სულ მაგრამ ესენი თუ ყველაფერი მივიყვანეთ და მე დარწმუნებული ვარ რომ მივიყვანთ თავის დანიშნულების პოინტამდე რომ ამუშავდეს და ხალხს დაეხმაროს დარწმუნებული ვარ რომ ამერიკაში ემიგრაცია აღარ იქნება უწინდებურად რთული როგორც ეს აქამდე იყო იმიტომ რომ ეს კონექშენებიც ძალიან ღირებული არის მაგიტომ ვცდილობთ ყოველთვის ესეთი ხალხი მოვიყვანოთ ხოლმე რომ გაგაცნოთ რომ რომელთან ურთიერთობას თქვენც დაგეხმარებათ საქმე არ არის მხოლოდ ბიზნესში და ფულის კეთებაში მიხვდებოდით ამ ადამიანისგან რომ ძალიან ბევრი ინფორმაციას რაც ფული ღირს ისიც უსასყიდლოდ გასცემს და ჩვენ ძალიან გვიყვარს ხშირად ამის კეთება ასე რომ მიყავით ჩვენთან უყურეთ ჩვენს პოდკასტს გამოიწერეთ ჩვენი გვერდები გამოიწერეთ USA Access ქართულად ამერიკული პოდკასტი New York Talkwalker და მიიღეთ ზღვა ინფორმაციისა რომელიც უფრო სასიამოვნოს გახდის ცხოვრებას შეგაყვარებთ იმ ქალაქს და იმ ქვეყანას სადაც ცხოვრობთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნაკლებად სტრესული იყოს ის მძიმე შრომა რომელსაც წევთ ხოლმე ყველა დღის განმავლობაში და მოკლედ ვიყოთ უკეთ. კი, დავდგეთ ფეხზე გავძლიერდეთ. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. სხვა შანსი არ არსებობს. ყველაფერი უნდა იყოს კარგად. ყველაფერი უნდა იყოს. ვარაუდი ისტორიაზეც არ უნდა იყოს მაგათ. ხო, ძალიან გვიან მოუწია აქაურ ემიგრაციას ცოტა გამოღვიძება მე, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, იმიტომ რომ ეხლაც განსაკუთრებით ძალიან ბევრი ვართ ჩამოსული და ძალიან გვჭირდება ერთმანეთი. ძალიან გვჭირდება ერთმანეთის ელემენტარული აი სიტყვა და ნორმალური სალამი და თანაგზნობა და ინფორმაცია და ყველაფერი. ასე რომ ვიყოთ ერთად. გვიყურეთ, ჩვენ რაც შეგვეძლება გავაკეთებთ თქვენთვის. თქვენგან მხოლოდ ის არის საჭირო, რომ უბრალოდ რა ვიცი, გვიყუროთ და ვიყოთ ჩვენთან. კი, ისარგებლოთ ჩვენი სერვისით. ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით, კი ბატონო. დიდი მადლობა. დღეს დავამშვიდობებით ჩვენ სტუმარს და გემშვიდობებით თქვენ მადლობა რომ მოხვედი კონსტანტინე ძალიან სასიამოვნო ყოველთვის შენთან საუბარი და შევხვდებით მომავალ პოდკასტში ჯერ არ ვიცით ვისთან ერთად მაგრამ აუცილებლად შევხვდებით დროებით დიდი მადლობა